სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის წიგნის ქართულ ენაზე ატვირთვას, რომლის სახელწოდება ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალი იესოს სრული ისტორია. ეს წიგნი დაიბეჭდა გამოიცა 2013 წელს, პირველი ნაწილის სახელწოდება არის უფალი იესო ქრისტეს მოლოდინი, რომლის მეხუთე ქვეთავი არის აბრაამის თესლი, აღთქმული შთამომავალი. ესე იგი, წინა იყო გახსოვთ, რატო ჭირდება მხსნელი კაცობრიობას და ეხლა საიდან მოდის ეს მხსნელი? რომ ჩვენ შევაერთოთ ძველი აღთქმა ახალ აღთქმასთან, რომ ეს არ არის რაღაცა შემთხვევით, ეს არ არის ისრაელის ისტორია და კუთვნილება ებრაელი ერისა. ეს ვერ გაუგიათ მათ და ყველაფერი აკინძული არის ერთი სულიწმინდით დაწერილი ამდენი ავტორის მიერ და არაფერი შემთხვევითი არ არის, არაფერი არ არის ისე დაწერილი ბიბლიაში, რომელსაც დატვირთვა არ ქონდეს და არ გვაკავშირებდეს იესო ქრისტესთან და ჩვენს სულის ხსნასთან. ესე რომ ხსნელი იესო ქრისტე, აი ამიტომ არის ეს წიგნი მნიშვნელოვანი. იგივე ღმერთი, მესამე პიროვნება ღმერთის, ხომ, სამების. აი ახლა მოდით მოусვინოთ, რა თქმა უნდა ეს იწყება დაბადების წიგნიდან, სადაც პირველი გაიჟღერებს უკვე აბრაამის გამოხმობა და გახსოვთ მერე უკვე მე-12 თავში მას ეუნება ამ აღთქმული თესლის შესახებ. მოდით წავიკითხოთ მე-12 თავიდან, დაბადების მე-12 თავიდან პირველი მესამე და მე-7-ში კიდევ უმეორებს, როცა უკვე მამრესკენ წაიყვანს ამ დაპირებას. უთხრა უფალმა აბრაამს, წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ. დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენ სახლს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენ მაწყევარს და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი. და შექემში რომ მიდის კიდე მე-7 მუხლში კიდე გამოეცხადება. გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა, შენ შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას და იქ აუგო აბრაამმა სამსხორბლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. ასე რომ აი მე-12 თავის დაბადებიდან რატო არის ეს მნიშვნელოვანი, აი აქედან იწყება უკვე ეს ყველაფერი. შემდეგ რა თქმა უნდა ყველაზე ცნობილი თავი უკვე როცა სთხოვს ისააკის შეწირვას, იგივე წინა სახე იესო ქრისტესი 22 თავის მთლიანად თითქმის წავიკითხავთ ამას ჩვენ. პირველი და მე-18-ესი. მე ხშირად ცოტა მეც მოვნიშნავ ხოლმე, ვიდრე მითითებული იქნა წიგნში, რათა თქვენ ქართველ მომსმენელო უფრო კარგად შეკრათ აზრი. 22 თავი ესე იწყება. ამ ამბების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაამი და უძახა. აბრაამ და უპასუხა, აქა ვარ. მან უთხრა, წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისააკი, რომელიც ძალიან გიყვარს, წადი მორიას მხარეში და სრულდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ. ადგა აბრაამი დილა ადრიანა, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისააკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულდასაწველისთვის და იმ ადგილისაკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა. აღაპყრო თვალები აბრაამმა მესამე დღეს და შორიდან დაინახა ის ადგილი. უთხრა აბრაამმა მსახურებს, თქვენ სახედართან დარჩით, მე და ჩემი ვაჟი კი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მობრუნდებით. აიღო აბრაამმა სამსხორბლო შეშა და თავის ძეს ისააკს აკიდა ზურგზე. თვითონ ცეცხლი და დანა აიღო ხელში და წავიდნენ ერთად. უთხრა ისააკმა აბრაამს, მამა, და მიუგო აბრაამმა, აქა ვარ შვილო. კითხა მას ისააკმა, ცეცხლი და შეშა გვაქვს, მაგრამ სრულდასაწველი კრავი სად არის? უთხრა აბრაამმა, ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულდასაწველ კრავს შვილო. ასე მიდიოდნენ ერთად. მიანდნენ იმ ადგილას, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაამმა სამსხობლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე ისააკი და დასვა იგი სამსხობლო შეშაზე. გაიწოდა აბრაამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა წინან და დაუძახა. აბრაამ, აბრაამ, უპასუხა, აქა ვარ. უთხრა, ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნუ რაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი ჩემთვის. აღაპყრო თვალები აბრაამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართული იყო ბუჩქნარში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა სრულდასაწველ მსხვერპლად, თავისი ძის ნაცვლად. დაუწოდა აბრაამმა ამ ადგილს სახელად იაჰვე ირე, უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის. თაზე უფალი გამოჩნდა და მეორედ მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან. უთხრა, გეფიცები, ამბობს უფალი, რა კი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგი შენი ერთადერთი ძე ჩემთვის,
ამიტომ გაკურთხებ შენ და გამამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე და დაიმკვიდრებ შენი შთამომავლობა თავისი მტერთა კარიბჭეს და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველიერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა. ნახეთ, ესე იგი კურთხევა არა მარტო ის, რომ ებრაელებს ჩვენ პატივს სცემთ და დაუშვათ ებრაელებს არ ვერჩით, არამედ იესო ქრისტე რომ მოვა და იმაში იკურთხება უკვე ყველა ტომი და ჩვენ ნაკურთხი ვართ და ჩვენ ავართ ზუსტად რწმენით ა ブラ ამის შთამომავლობა და ებრაელები სამწუხაროდ არ არიან ახლა. სანამდე არ მოიქცევიან ისინი, რა თქმა უნდა, იცით რომ მათ აქვთ მომავალი და აუცილებლად ისინი 1000 წლეულში უკვე ძალიან ბევრი დიდი ურვის შემდეგ მოინანიებს და მიიღებს იესო ქრისტეს და ისევ აღდგება მათი კავშირი ღმერთთან. შემდეგი არის მათეს სახარება, იცით, პირველი თავიდან იწყება მთელი გენეალოგია. ბატონმა ჯონმა მარტო პირველი მუხლი მიუთითა, მე მთლიან გენეალოგიას წაგიკითხავთ. წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი დავითის ძისა, ა ブラ ამის ძისა. ა ブラ ამაშვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი. იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისაგან, ფერეცმა შვა ხეცრონი, ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინაბადი, ყამინაბადმა შვა ნახშონი, ნახშონმა შვა სალმონი, სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისაგან, ბოყაზმა შვა ყობედი რუთისაგან, ყობედმა შვა იესე. იესემ შვა მეფე დავითი, მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან, სოლომონმა შვა რეჰაბ ყამი, რეჰაბმა შვა აბია, აბიამ შვა ასა, ასამ შვა იოშაფატი, იოშაფატმა შვა იორამი, იორამმა შვა ყუზია, ყუზიამ შვა იოთამი, იოთამმა შვა ახაზი, ახაზმა შვა ხიზკია, ხიზკიამ შვა მენაშე, მენაშემ შვა ყამონი, ყამონმა შვა იოშია, იოშიამ შვა იეხონია და ძმანი მისნი ბაბილონში გადასახლების წინ. ბაბილონში გადასახლების შემდეგ იეხონიამ შვა შელათიელი, შელათიელმა შვა ზერუბაბელი, ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი, აბიჰუდმა შვა ელიაკიმი, ელიაკიმმა შვა აზორი, აზორმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა იახინი, იახინმა შვა ელიჰუდი, ელიჰუდმა შვა ელიაზარი, ელიაზარმა შვა მათანი, მათანმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იოსები, მარიამის ქმარი, ვისგანაც იშვა იესო, რომელიც ქრისტედ იწოდება. ამრიგად მთელი მოდგმა ა ブラ ამიდან დავითამდე 14 თაობა. დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე 14 თაობა. ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე 14 თაობა. შემდეგი არის მოციქულთა საქმეები, მესამე თავი, 24-26 მუხლები. ყველა წინასწარმეტყველი, ვინც სამუელიდან აქამდე იყო, იუწყებოდა იმ დღეებზე. თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველებისა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა ა ブラ ამს შენს თელსში იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი. აღადგინა რა ღმერთმა თავის სახური იესო ქრისტე ჯერ თქვენ მოგივლინათ თქვენ და საკურთხევლად, როცა მობრუნდებით თითეული თავისი ბოროტი გზიდან. ეს პეტრე როდესაც ქადაგებს გახსოვთ უკვე ისრაელის წინაშე. რომაელთა წერილი 4:3. ვინაიდან რას ამობს წერილი, ერწმუნა ა ブラ ამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ. გალატელთა 3:16-19. ხოლო ეს აღთქმანი ა ブラ ამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა შენს თესლს, როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე, შენს თესლს, რომელიც არის ქრისტე. ამას კი ვამბობ ღვთის მიერ წინა დამტკიცებულ აღთქმას 430 წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვს ისე რომ გაუქმდეს აღთქმული. ვინაიდან თუ კი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ რაღა აღთქმით, ა ブラ ამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა. აბა რა რჯული? აბა რჯული რაღა დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცა აღთქმა და ანგელოზების მეშვეობით გადაეცა იგი შუამავლის ხელით. აი ჩვენ ესე იგი აღთქმის შვილები ვართ, როცა იესო ქრისტეში რწმენითა ვართ, ა ブラ ამის შთამომავლები. ებრაელთა წერილი 11 თავი 8-9 გახსოვთ იქ როცა რწმენის ჩამონათვალია რწმენის გმირების. მერვე მუხლიდან რწმენი დაემორჩილა ა ブラ ამის მოწოდებას სასულიერო ქვეყანაში მემკვიდრეობად რომ უნდა მიიღო და ისე წავიდა რომ არ იცოდა სად მიდიოდა. რწმენით შეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს და კარვებში ცხოვრობდა ისააკთან და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. მერე მეჩვენებდე 19-ში კიდე უბრუნდება ამ წერილის ავტორი, რომელიც ჩვენ ჯერა რომ პავლე არის, რწმენით მიიყვანა ა ブラ ამს მსხვერპლად ისააკი, როცა გამოიცადა რა კი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდ მშობელსაც სწირავდა, რომელზეც ითქვა, ისააკში გეყოლება შენ შთამომავლობა. დიახ, შენიშვნის თვალსაზრისით მინდა კიდევ ერთი რაც თქვენ შესავალში შეიძლება წაიკითხეთ და მოусმინეთ, მაგრამ მე რასაც გადავავლე თვალი, რომ
მათეს სახარებაზე იქნება აქცენტი ძირითადად, როდესაც მოტანილი იქნებაო, ჯონ მაკარტურმა თქვა და სწორედ ეს იყო მიზანი, მეც რო დავინტერესდი, იმიტომ რომ თქვენთან ერთად მეც მოგზაურობ, იმიტომ მე მქონდა სურვილი სახარებების კარგად კიდევ ერთხელ შესწავლის და ზუსტად ამიტომაც გავიხსენე ეს წიგნი, რომელიც ჯონ მაკარტურმა ახსენა, როცა ბიბლიის შესწავლას ეხებოდა საქმე. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე. შევიცდები დღეში 3 ქვეთავი ჩავწეროთ ხოლმე შეძლების დაგვარად. დანარჩენი კი ვნახოთ, იმიტომ რომ ბევრ რაღაცასთან არის პრობლემასთან დაკავშირებული, მე მიწევს თლიანად ბიბლიის მუხლების გადმოწერა, იმიტომ რომ თარგმანი ამას ვერ აკეთებს. ასე რომ ეს არის ძირითადად ბიბლიის მუხლები ამოკრეფილი, როგორც თქვენ მიხვდით. და ბევრი წიგნი, სხვათა შორის ჯონ მაკარტური წელს, რა თქმა უნდა, თავისი ქადაგებებიდან არის ეს წიგნები შეკრული, მაგრამ ყოველთვის დამახასიათებელია მისთვის, მისი წიგნებისათვის ბიბლიური პარალელიზმი და ეს არის ძალიან რწმენის მომცემი მის წიგნებში. როგორც არც ერთი ავტორი, უნდა ვთქვა, არც რობერტ სპროული, არც ფრენჩი შეფერი ხო გასაგებია სხვანაირ მიზანს ემსახურებდნენ, მაგრამ მაინც ჯონ მაკარტურის მთელი წიგნები, საუბრები ყოველთვის არის ბიბლიის ირგვლივ ტრიალი და ბიბლიის მუხლებზე არის აღმოცენებული მისი მსჯელობა, ანალიზი. ეს მინდოდა მომეყვანა თქვენთვის. მომავალ შეხვედრამდე.